ჩხოროწყუს რეალობაში დავიწყე უპრეცედენტო აქცია, კერძოდ ნაფიჩხოვის სოფელში ვესტუმრე 172 ოჯახს მთელი 8 საათის განმავლობაში, პრაქტიკულად ავტომანქანის გარეშე 30 კილომეტრი გადავადგილდებოდით და სწორედ აი ამ აქციის შემდეგ ზუსტად 1 საათში, როდესაც მივაცილე სახლში ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელი ედემ კვარაცხელია, იქნა ადგილობრივი პოლიციის მიერ დაკავებული. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი გუშინდელი აქტიურობით და ამ ხალხის განწყობით, ვისაც მე გუშინ შევხვდი, ადგილობრივი ხელისუფლება არის ძალიან შეშინებული და პრაქტიკულად გადავიდა პირდაპირი პოლიტიკურ დევნაზე. ამის კონკრეტული შედეგი გახლავთ ის, რომ ბატონი ედემ კვარაცხელია დღეს გახლავთ დაკავებული, საბაბი კი დაკავებისა გახლავთ ის, რომ თურმე გუშინ წინ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმე ეგრეთ წოდებული ჟურნალისტისთვის, რომლის სახელი და გვარი არის კობა ალექსანდრია. ამ პიროვნებას მე ფიზიკურად ვიცნობ, რომელიც პრაქტიკულად დღიდან ჩემი აქტიურობისა თან დამზდევს კამერით ხელში. ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტს გააჩნია და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთ შეხვედრაზე, რომელზეც ის გამოჩნდა თავისი კამერით, არ გააჩნდა განსხვავებით თქვენგან ჟურნალისტის საიდენტიფიკაციო ნიშანი. არც ერთ შეხვედრაზე. ერთადერთი ფუნქცია ამ პიროვნებისა გახლავთ ის, რომ დააფიქსიროს თუ ვინ მხდება ფიზიკური დაზიანება ან ვინმეს მიმართ, ამ შემთხვევაში ბატონი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის მიმართ. და მათ შორის კამერის დაზიანების ფაქტი არ არსებობს, არავის და არაფერს ეს კაცი ზიანის მიყენებით არ შეხებია. უბრალოდ მოუწოდა გარიდებოდა და ბუნებრივია უთხრა, რომ დაეტოვებინა ტერიტორია. თუმცა, მოდელი ეს ფაქტიც მინდა აღვნიშნო, მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, არავის არ ქონია მცდელობა, რომ ის ფიზიკურად ვიღაცას გაერიდებინა ის ადგილიდან, მან ბუნებრივია გააგრძელა თავისი საქმიანობა. მინდა აი ამ ფაქტს კვალიფიკაცია მივცე, ეს არის პირდაპირ, ესე იგი, უკანონო ქმედება. მე მინდა ამის შესახებ საჯაროდ საქმის კურსში ჩავაყენო საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვათა შორის ერთ-ერთი წარმოადგენელი NDI-ის დღეს ჩვენი სტუმარია. მინდა მათ შორის განსაკუთრებით უწყებათშორისი კომისიის გასაგონად აღვნიშნო და მინდა რომ ხედველობაში მიიღონ ეს ფაქტი, თუ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვიღაცამ კამერა დაუზიანა ვიღაცას, ან თუ არსებობს ფაქტი იმისა, რომ ვიღაცამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტს, მაშინ მე ოფიციალურად ბოდიშს მოვიხდი. გაჟღერდა პრესკონფერენციაზე, რომ ეს ადამიანიო ამას არ ეკეთა არც ბეიჯი და ის აწვდიდა კადრებსო უშუალოდ სამსახურსო, ამას რას უპასუხებთ? არა, ეს აბსურდული ბრალდებაა, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ისევ და ისევ ჩემი ბრალეულობა მანდ რომ მათ დროზე არ ქონდათ ბეიჯები, იმიტომ რომ არ იყო იმდენი ფინანსები, რომ ეს დაგვემზადებინა და მოგვეცა ამათთვის და მხოლოდ ეს იყო მიზეზი, სხვა არაფერი. მინდა დაგარწმუნოთ ამაში რა.